აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები. 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართულმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. მინდა მიულოცო ჩვენს არტილერისტებს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, დიდი გამარჯვება და დიდი ბრძოლა 15-16 მარტის. ეს იყო თავგანწირვის სამაგალითო ბრძოლა, რომლითაც ჩვენ ოკუპანტებს დიდი ზიანი მივაყენეთ და სამაგალითო ბრძოლა ვაწარმოეთ და 15-16 მარტს ეს იყო გუმისთის ბრძოლა, რომლისთვისაც არაერთი ათეული ჩვენი აფხაზეთელი გმირი შეეწირა, მაგრამ აი ამ ბრძოლის სადიდებლად და მათი სულის მოსაგონებლად ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველთვის პატივი ვცეთ ამ სამაგალითო ბრძოლას და მჯერა რომ მათი თავგანწირვა არ ჩაივლის უბრალოდ და ძალიან მალე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჩვენს აფხაზებთან ერთად აღდგენილი იქნება და ჩვენ ერთიან თანაცხოვრებაში მივახცევთ ერთიან ძლიერ საქართველოს განვითარებას. ეს დღე გახლდათ ქართული სამხედრო ხელოვნების ტრიუმფი, შეიძლება ასე ითქვას. დღე, როდესაც აი ამ ადამიანებმა, ვისი სახელებიც აქ არის გამოკვეთილი, არნახული გმირობა გამოიჩინეს და ამ არნახული გმირობის ფასად მათ შეძლეს მტრის დამარცხება და უკუგდება ქალაქ სოხუმიდან. ეს დღე არის ოქროს ასოებით ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 16 მარტმა ჩვენ თითოეულს გვანახა ის, რომ ჩვენ ძალგვით არა მარტო ბრძოლა, არამედ შედეგიანი ბრძოლა ჩვენზე გაცილებით უფრო აღმატებულ მოწინააღმდეგესთან და ის უნარი და ბრძოლის უნარიანობა რაც ჩვენ გაგვაჩნია საწინდარია იმის, რომ ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი და ერთიანი. ეს ომი, ის დღეები, ეს 15-16 ეს იყო გმირობის მაგალითი, ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირობის მაგალითი, როგორც მეთაურების, ასევე რიგითების